რუსების ყველაზე საშიში იარაღი გაუჩინარებულია. დასავლური მედია ამტკიცებს, რომ ასეთი სახის გზავნილი ნატოს წევრებმა ქვეყნებმა ამერიკის დაზვერვისგან რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ატომური წყალქვეშა ნავი K-329, ანუ ბელგოროდი უკვე რამდენიმე დღეა, რაც რადარებიდან გაქრა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. ყველაზე დიდი წყალქვეშა ნავი 184 მეტრის სიგრძის და 16 მეტრის სიგანისაა. ის მასიური განადგურების იარაღითაა აღჭურვილი. ნატო ბირთვული წყალქვეშა ნავის გაუჩინარებას უკვე გამოეხმაურა. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასდროს უნდა აწარმოონ. ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატოს მოკავშირეები ნათლად გადასცემენ რუსეთს. ნატოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურებზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ნატოს მტკიცე და ერთიან პასუხს გამოიწვევს. წყალქვეშა ნავი ბელგოროდი შეიარაღებულია პოსეიდონის ტიპის 20 მეტრიანი ბირთვული ტორპედოებით, რომელიც პუტინმა საგანგებოდ 2018 წლის მარტში სხვა 5 ახალ სტრატეგიულ იარაღთან ერთად წარადგინა. პოსეიდონის ტორპედოს მეორე სახელი აპოკალიფსის იარაღია. შეუძლია აფეთქებით რამდენიმე მეგატონიანი ცუნამის წარმოქმნა და სანაპირო და საპორტო ქალაქების სრული განადგურება. გემის გაუჩინარების შემდეგ ატომური საფრთხე უფრო რეალური გახდა. ბევრს საუბრობენ ატომურ ბომბზე, თუმცა მე იმაზე უფრო მეტად ნერვიულობ, რომ რუსეთმა იერიში ნატოს ტერიტორიებზე არ მიიტანოს. არ ვამბობ, რომ ატომური საფრთხე არ არსებობს პირიქით, ის ყოველდღიურად იზრდება. წყალქვეშა ნავი ბელგოროდის რუსული სახელით სტატუს 6-ის ბოლო ადგილსამყოფელი კარისვაა. ამის შემდეგ ის რადარებიდან ქრება. ატომური რეაქტორით აღჭურვილი ნავის სპეციფიური მახასიათებლის გამო ფაქტობრივად დასავლური მოდერნიზებული რადარებისთვისაც კი ძნელად შესამჩნევია. სწორედ ამიტომ პუტინის მორიგი მუქარის შემდეგ სიტუაცია უფრო მძიმეა, თუმცა დასავლეთში ამბობენ, რომ ეს მორიგი მანიპულაციაა. თუ პუტინი შეიშალა, ის პასუხს მიიღებს. ფაქტია, რომ პუტინი მარცხდება. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინაში რუსულ არმიას და სამხედრო ტექნიკას გაანადგურებენ, თუ ვლადიმერ პუტინი იქ ატომურ ბომბს გამოიყენებს. ასევე განადგურდება შავ ზღვაში განთავსებული რუსული საზღვაო ფლოტი. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ატომურ ესკალაციას შესაბამის პასუხს გასცემენ. დღის განმავლობაში ცნობები ატომური წყალქვეშა გემის გაუჩინარებაზე დასავლურ და უკრაინულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა. ყველა შესაძლო სცენარი და განვითარება უმძიმესია. რადიოაქტიური ცუნამი და განადგურებული საზღვაო ქალაქები. რამდენად საშიშია წყალქვეშა გემი, ეს კითხვა მილიტარისტებს დაუსვით. ამბობენ, რომ რუსების ეს შეიარაღება ნამდვილად ძლიერია. მასზე განთავსებული არის 6 ბირთვული ქობინა, არასხივებს, ასე ვთქვათ, სითბურ ტალღებს და შესაბამისად ნატოს რადარებს უჭირს მისი დაფიქსირება. ზოგადად ეს წყალქვეშა ნავი და მასზე განთავსებული იარაღი არის შეფასებული და ეძახიან ეგრეთ წოდებულ განკითხვის დღეს, რადგანაც ერთ ქობინს შეუძლია რეალურად ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის სიდიდის ქალაქი, ასე ვთქვათ, გაანადგუროს. სპეციალური დავალება თუ პუტინის მორიგი პროვოკაციული ქმედება. გემის გაუჩინარების შედეგ ეს მთავარი კითხვაა. სამხედრო ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული გემის გაუჩინარება მხოლოდ იმიტომ გახდა აქტუალური, რომ პუტინი მსოფლიოს დაშანტაჟებას კვლავ აგრძელებს, რომ არასაომარი მოქმედებები გემის გადაადგილებაც და გაუჩინარებას ასე მზაფრად არ აღიქმებოდა. წყალქვეშა ბირთვული რაკეტმზიდისთვის ეს ჩვეულებრივი ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი არის. პროცედურა მთელი ბირთვული ბალანსის ნაწილი არის ეს. აქ საგანგაშო ნამდვილად არის ერთი რამ, ბირთვული იარაღი ყოველთვის იყო ბალანსის იარაღი, ყოველთვის იყო შემაკავებელი ფაქტორი და პუტინმა ნელ-ნელა თავის რიტორიკით ეს აქცია ბირთვული შანტაჟის იარაღად. სადაა ბირთვული წყალქვეშა გემი, რომელიც 6 პოსეიდონის ტორპედოთი, ანუ აპოკალიფსის იარაღითაა აღჭურვილი. დასავლური მედიის ნაწილი ამბობს, რომ გავრცელებული ცნობა სიცრუეა, ნაწილი კი ირწმუნება, რომ ბირთვული დაპირისპირების ეს სცენარი რეალურია.